MMA-ის თანამედროვე ისტორიაში ცოტა ისეთი მებრძოლი, რომლის ოქტაგონზე გამოჩენაც გულშემატკივარში მისტიკურ, საზარელ შიშს იწვევს. ხამზა ჩიმავი წლების განმავლობაში სწორედ ამ მითით საზრდოობდა. დაუმარცხებელი, დაუნდობელი ძალა, რომელიც მეტოქების პირველივე წამებიდან ანადგურებდა, სისხლს დენდა და პარტერში სიცოცხლის უნარიანობას აწევდა. Everybody, I come here for everybody, kill everybody, I'm the champ, I'm the king, როდესაც ჩიმაევის და სტრიკლენდის ბრძოლა ჩაინიშნა, ინტერნეტ სივრცე ერთიანად აგუგუნდა. გულშემატკივრები, ექსპერტები, ტოტალიზატორები ყველა ერთ სცენარს ხედავდა. ჩიმაევის სტრიკლენდს ოქტაგონში ჩვარივით ათრევდა. 5 რაუნდის განმავლობაში ბეჭებზე ბრტყლად გააკრავდა და ბოლო-ბოლო მის კარიერას წერტილს დაუსვავდა და სადღაც ადესანიას გზას გაუყენებდა. აი ეს მასობრივი ფსიქოზი იმდენად დიდი იყო, რომ ნებისმიერი სხვა ალტერნატიული აზრი ცოტა სიგიჟე დაღიჩნებოდა. და აი, დადგა დღე, როდესაც შონ სტრიკლენდმა შეუძლებელი შეძლო და ხამზა ჩიმაევი დაამარცხა. ბრძოლის დასრულებისთანავე უამრავმა მისმა გულშემატკივარმა მარტივი გამოსავალი იპოვა და ყველაფერი ფიზიოლოგიას დააბრალა. თვეების განმავლობაში ნაგროვებს სამედიცინო ისტორიას, მძიმე ვირუსებს და ავადმყოფობებს. თქვენს რომ ხამზაც უღალატა საკუთარმა ანატომიამ, რომის უბრალოდ ფიზიკურად დაეცა და ბიოლოგიურმა ფაქტორმა დაუდო ორგანიზმს ეს განაჩენი. მაგრამ ჩემი აზრით ესე არ არის და თუ რატომ ამას ოთახანში გეტყვით. მოდი ვაღიაროთ, რომ ჩეჩენი ბიოლოგიას არ დაუმარცხებია. ის შონ სტრიკლენდმა, მისმა ცივსისხლიანმა გონებამ და უზადო გეიმპლენმა გაანადგურა. შონმა შექმნა ისეთი ტაქტიკური გარემო, სადაც ჩიმაევის ორგანიზმს გადარჩენის შანსი ძალიან შეუმცირდა. ამერიკელმა ხამზატი კი არ დაღალა, მანის თავის ქაოსური მოქმედებებით აიძულა, რომ დაღლილიყო და საკუთარი ძრავი თავადვე გადაეწვა. ყველაზე იმედგამაცრუებელი და საინტერესო იყო მებრძოლების ქცევა უშუალოდ ოქტაგონში შესვლამდე. ბრძოლის კვირაში პრესკონფერენციაზე ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს ერთმანეთის მოკვლას ურდათ. ძალადობისა და სიძულვილის მუხტი პიკზე იყო, მაგრამ როდესაც რეფერიმ ბრძოლის დაწყების ნიშანი მისცა, ოქტაგონზე მოულოდნელი რამ მოხდა. ისინი ერთმანეთს ძალიან მეგობრულად შეხვდნენ, ხელდათმანებით შეახეს და ბრძოლის დროს ლაპარაკობდნენ კიდეც. მაგრამ შეიძლება ეს იყო კიდეც სტრიკლენდის ფსიქოლოგიური მახის დასაწყისი. მებრძოლისთვის, რომელიც მიჩვეულია ოპონენტების თვალში პანიკის დანახვას, ეს მოდუნებული და თავდაჯერებული სტრიკლენდი პირველი სერიოზული ფსიქოლოგიური თავსატეხი გახდა. სანამ დეტალურად ჩავშლი ამ ბრძოლას და ვილაპარაკებ მიზეზებზე და შედეგებზე, გეტყვით, რომ ჩვენს არხზე MMA-ის უგემრიელეს კროკოს კრეკებთან ერთად უყურებთ. მაგ ბრძოლის დროსაც ალბათ მიხვდებოდით, რითი გავერთობოდი. ახლა კი მოდი დავიწყოთ და ჩავშალოთ დეტალურად რა მოხდა ამ ჩხუბში. პირველი რაუნდი დაიწყო ზუსტად ისე, როგორც ამას დედამიწაზე ნებისმიერი ცოცხალი ადამიანი პროგნოზირებდა. ჩიმავი ბრძოლის მე-15 წამზე პირველივე აფეთქებით ფეხებში შევარდა. ეს თავის საფირმო, გიჟური, სოფიანი ჭიდაობა ძალიან პრაქტიკულად გამოიყენა და სტრიკლენდი ზურგსაც მიეპარა. ამერიკელი პარტერში პირველსავე წუთზე აღმოჩნდა. ბევრს ეგონა, რომ ეს იქნებოდა ჩიმავისა და დრიკუს დუპლესის ბრძოლის ზუსტი ანალოგი. შეგახსენებთ, რომ დუპლესი მაშინ ბრძოლის დაწყებისთანავე ბრტყლად გაეგო ბეჭებზე და მთელი 25 წუთი თითქმის ამას უყურებდით. მას არ გააჩნდა პარტერში დაცვის ფუნდამენტური ბაზა. უბრალოდ იწვა, არც ებრძოდა ხამზატის ხელებს, არც ცდილობდა ანდერჰუკების მოპოვებას, ჩაიკეტა ასე ვთქვათ კუს პოზიციაში და კავკასიერს საშუალება მისცა საერთოდ ყოველგვარი ენერგიის დახარჯვის გარეშე ეცემა ის 4 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება აი ამ მეორე ამერიკელ ყმაწვილს, მან სრულიად სხვა რამ აჩვენა, რაც მერე მისი გეიმპლენის საყრდენი წერტილი იყო. შონმა და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ხამზატის პირველი რაუნდის აი ამ ცოფურ ჭიდაობასთან ჯახილი და პირდაპირ თავდაუზოგავი ფიზიკური წინააღმდეგობა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ამიტომ სტრიკლენდმა აჩვენა უმაღლესი დონის ცივსისხლიანი დაცვითი გრეპლინგი. ის დარჩა აბსოლუტურად მშვიდი, კარგად აკონტროლებდა ჩიმავის ხელებს, არც ჩავარდნილა პანიკაში, არ უცდია იძულებითი აჩქარებული და ქაოსური ფეხზე წამოდგომა, რასაც ხშირად უმძიმესი ტაქტიკური შეცდომები მოსდევს ხოლმე. უბრალოდ ცდილობდა, რომ დრო გაიყვანა, ენერგია შეინარჩუნებინა და ბოლომდე ყოფილიყო ყინულივი ცივი. აქ შეიძლება გაჩნდეს ლოგიკური კითხვა. რატომ დაიღალა ხამზა ჩიმავი მაშინ, როდესაც მთელი რაუნდის განმავლობაში დომინანტური პოზიცია ჰქონდა? ალბათ იმიტომ, რომ სტრიკლენდმა ის აიძულა, რომ ემუშავა. შონის სხეულის მიკრომოძრაობებით გამუდმებით უცვლიდა ჩეჩენს საყრდენ წერტილებს. ხამზატი იძულებული იყო ყოველ წამს დაეჭიმა კუნთები პოზიციის შესანარჩუნებლად, რადგან სტრიკლენდის ხელების კონტროლი მას რეალნი იქ-ჩოუკის შესრულების საშუალებას არ აძლევდა. როდესაც ვინმე ზურგზე აზიხარ, თელ შენ ძალასდები ილეთში და ამ დროს გძნობ, რომ შენი მეტოქე ძალიან მშვიდად სუნთქავს და საერთოდ არ პანიკიორობს, გინდა არ გინდა ეს შენ ფსიქიკაზე მოქმედებს. ჩეჩენი მიხვდა, რომ მისი საუკეთესო ვერსია, ანუ პირველი რაუნდის ხამზატი, მინიმუმ ამ ეტაპზე მას ვერ ტეხდა.
ციფრების ენით პირველი რაუნდი ხამზატისთვის ნამდვილი ტრიუმფი იყო. 2 ტეიქდაუნი და 4 წუთი და 47 წამის სუფთა კონტროლის დრო. რატომღაც რომ სტრიკლენდმა მას ამ რაუნდში 0 დარტყმა ჩაუსვა. კავკასიელი დაუჯერებლად გამოიყურებოდა. მოწინააღმდეგეს მთელი რაუნდი დოღის ცხენივით აჩდა ზედ, მაგრამ ზუსტად აქ ამ აშკარა დომინაციაში იმალებოდა ამერიკელის საიდუმლო პატარა გაიზრული გეგმა. ჩემპიონმა თავის კარდიოს უდიდესი ნაწილი ზუსტად აქ გამოწურა. სტრიკლენდმა მას ოდნავი პაუზის აღების საშუალებაც არ მისცა. სულ მოძრაობდა, სულ რაღაცას აკეთებდა. პირველი რაუნდი კი რა თქმა უნდა დათმო, ისეც და საჯების ბარათებზეც, მაგრამ სტრატეგიულად საქმე სხვანაირადაა. ბრძოლის დასრულებისთანავე უამრავმა ადამიანმა დაიწყო ხამზატ ჩიმაევის ჯანმრთელობაზე საუბარი. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. ჩიმაევს მართლაც მძიმე სამედიცინო ისტორია აქვს. ყველას გვახსოვს მისი გადატანილი რთული ვირუსები, ფილტვების სერიოზული გართულებები, რის გამოც კარიერის დასრულებასაც კი აპირებდა. გასაგებია, რომ ასეთი გადატანილი ავადმყოფობების შემდეგ ადამიანის ფილტვები და გულ-სისხლძარღვთა სისტემა ისე ეფექტურად ვეღარ მუშაობს, როგორც აბსოლუტურად ჯანმრთელი სპორტსმენის. ორგანიზმს უბრალოდ უჭირს ჟანგბადის იმ რაოდენობით ათვისება, რაც 25 წუთიან ბრძოლას სჭირდება. თუმცა, მაინც უნდა დაისვას კითხვა. ეს ჯანმრთელობის პრობლემები, სუნთქვასთან და სხვა კიდევ ბევრ რაღაცასთან დაკავშირებით, ჩიმაევს რა, წინა კვირას დაეწყო? რა თქმა უნდა, რომ არა. ის ამოცემულობით წლებია ჩხუბობს და ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველასთვის ზედე არა. მაშინ რატო უმტყუნა მისმა ორგანიზმმა მაინც და მაინც სტრიკლენდთან? ჩემი პასუხი ასეთია. სტრიკლენდმა შეგნებულად აიძულა ხამზატის სხეულს, რომ კრიტიკულ ზღვარამდე მისულიყო. მეორე რაუნდის დასაწყისში ხამზატს კუნთებში ძალა ნამდვილად არ ჰქონდა საამაყოდ. ჩვეულებრივ ასე დროს მებრძოლი უკან იხევს, ცდილობს დისტანცია დაიჭიროს, ღრმად ისუნთქოს და ფილტვები ჟანგბადით აავსოს, რომ ძალები აღედგინოს. მაგრამ ამ ხისთავიანმა ამერიკელმა თავის ოპონენტს ამის საშუალება არ მისცა. როდესაც ფილტვები დაზიანებული გაქვს და ამავდროულად მეტოქი არ გაცდის, ცოტათი მაინც რომ მოისუნთქო და წნეხის ქვეშ ხარ. ხო ხვდებით რასაც გულისხმობ. ლოგიკურია, რომ შენი რეაქციის სიჩქარე ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ აქ სამედიცინო ფაქტორი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ეს ესე თავისით არ ამოქმედებულა. მან ზუსტად იცოდა თავისი მეტოქის სუსტი წერტილი და ოქტაგონზე ისეთი პირობები შექმნა, სადაც კავკასიელის ორგანიზმს გადარჩენის შანსები 1-2-რად შეუმცირდებოდა. მომდევნო რაუნდში ოქტაგონზე სტრიკლენდის გეიმპლენის მეორე უცნაური ფაზა ვიხილეთ. ტემპის კარნახი და სიუცის სრული კონტროლი. ჩიმაევმა ორჯერ სცადა ტეიქდაუნის შესრულება, მაგრამ შონმა ორივე მცდელობა იდეალური, უკარგესი სფროლი დაბლოკა. რატომ აღმოჩნდა ეს ტეიქდაუნები ასეთი უშედეგო? იმიტომ რომ სტრიკლენდმა წინა რაუნდში მის მეტოქეს უკვე გამოაცვალა ის ფეთქებადი ძალა, რომელიც ამ ელვისებურად ფეხში შესვლა სჭირდება. როდესაც ჩეჩენს ჭიდაობის იარაღი გაუქმდა, ის იძულებული გახდა დამდგარიყო და ეჩხუბა იქ, სადაც სტრიკლენდი ნამდვილი პროფესორია. შონის საფირმო სტილი, მუდმივი, რობოტული, რაღაც ნაცისტური მარშის დგომის მსგავსი მეთოდური წინსვლა და უწყვეტი ჯებები. მეტოქისთვის თითქმის არაფერი, მაგრამ უდიდესი დისკომფორტია. შონი არ ისროდა ფართო მძიმე დარტყმებს, იმიტომ რომ იცოდა ჩიმაევი კონჩეტევაზე აუცილებლად დაიჭერდა. მუშაობდა მხოლოდ სწორი ქირურგიული დარტყმებით, რაც ძალიან კარგად მუშაობდა და თანამედროვეულად ჩეჩენს დისტანციის აღქმას უკარგავდა და პლუს ამას უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. რა თქმა უნდა, აქ თავისი როლი ითამაშა ჩემპიონის რთულმა წონის კლებამაც. როგორც ეს დღეები ირკვეოდა, მას თავიდან პროხასკასთან უნდა ეჩხობა ქვემძიმე წონაში, რის გამოც დიდი კუნთოვანი მასა ჰქონდა აკრეფილი. ეს რამდენად ესე იყო არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენს კავკასიელ ძმებს სჩვევიათ ბრძოლის მერე ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი და არა ბრძოლამდე და ეს ყოველთვის გავს უბრალოდ რაღაც მიზეზების ძებნას თუ რატომ წააგეს ბრძოლა, თუმცა მოდი გავაგრძელოთ. თქვენს რომ ბოლო მომენტში გეგმები შეიცვალაო და მას თითქმის 40 ფუნტის, ამ დაახლოებით 18 კილოგრამის დაკლება მოუწია მოკლე დროში, რათა საშუალო წონის ლიმიტში ჩამჯდარიყო. სპორტში ასეთ უმაღლეს დონეზე ესეთი კრიტიკულად საშინელი წონის კლება შინაგან ორგანოებს თითქმის მთლიანად აშრობს. შესაბამისად, კარდიო რესურსს ანახევრებს. თუმცა, თავარი ის არის, რომ სტრიკლენდმა ეს ფაქტორი იდეალურად გამოიყენა. მან ხამზატს ერთი წამითაც არ მისცა ტემპის დაგდების და ძალების აღდგენის საშუალება. შონმა ის აიძულა უწყვეტ წნეხში ყოფილიყო. აუცილებლად მინდა ვთქვა ისიც, რომ წონის კლებაც, მოსამზადებელი ბანაკიც და აბსოლუტურად ყველა ის პროცესი, რასაც მებრძოლი გადის ბრძოლამდე, არის მებრძოლობის ნაწილი. ასე რომ, თუ შენ თავს პროფესიონალს ეძახი, პროფესიონალი ხარ და მით უმეტეს ჩემპიონი კაცი, ჩემი აზრით ესეც იდეალურად საათობით აწყობილი უნდა გქონდეს, რომ მერე ბრძოლის შემდეგ თუ დამარცხდი, რაღაც მიზეზების ძებნა არ მოგიწიოს და ამას არ დააბრალო. ასე რომ მისი გულშემატკივრების მხრიდან
წონის კლების დასახელება თავარი მარცხის მიზეზად, მე ცოტა სისულელე მგონია. წნეხის შედეგი მეორე რაუნდი შუაში ვიხილეთ. ამერიკელმა იდეალურად დაუჭირა დრო ხამზატის მოძრაობას. ჯების შემდეგ გამოუშვა უმძიმესი მარჯვენა პირდაპირ ყბაში. ლაივში ყურების დროს რთულად შესამჩნევი იყო, მაგრამ ხამზატი რეალურად მოირღა. ნახევარი წამით ფეხები თითქოს მოეთიშა. თუმცა ნებისყოფის ხარჯზე წონასწორობა შეინარჩუნა და ამ ფიზიკურმა და ტაქტიკურმა უპირატესობამ კავკასიელი მენტალურად გატეხა. მან სრულიად არაფრის მომცემი სასოწარკვეთილი ტეიქდაუნის ცადა, შონმა მარტივად დაიცვა და ჩიმავი უბრალოდ ზურგზე დაინარცხა, რითაც ოპონენტს ზემოდან მოქცევის საშუალება მისცა. ჩემი აზრით, აი ეს მომენტი, ეს კადრი იყო უდიდესი ფსიქოლოგიური გარდატეხის მომენტი ჩემპიონისთვის. მოჭიდავე ჩემპიონისთვის. სტრიკლენდმა რაუნდში 15 ზუსტი დარტყმა დასვა. დომინირებდა პარტერში და რაუნდი სუფთად წაიღო. მესამე რაუნდში ჩემპიონს არც ერთი ტეიქდაუნის მცდელობა არ ჰქონია. ბევრმაც დაწერა, რომ ეს მხოლოდ ბიოლოგიურად დაღლილობის ბრალია და ორგანიზმს ჭიდაობა აღარ შეეძლო. მაგრამ რეალურად ეს იყო ამერიკელის მიერ დაწესებული სტრატეგიული ბლოკადა. შონი იდგა თავის უნიკალურ, ვიწრო პირდაპირ დგომში. მისი ფეხების პოზიცია სხვათა შორის კარგად იყო გამართული ნებისმიერი ტეიქდაუნის ასე თუ ისე მყისერად დასაბლოკად. ხოლო მისი ხელები მზად იყო კონტრდარტყმებისთვის. ხამზატმა იცოდა, რომ წინას მსგავსი არაფრის მომცემი ტეიქდაუნი კიდევ ერთხელ ძალიან საშიში იქნებოდა. ეს ჩასვლა დასრულდებოდა შონისგან აფერქათის ან მუხლის დახვედრებით, რომელიც სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა. სტრიკლენდის სტილი მონოტონური და დამანგრეველია. მისი მნიშვნელოვანი დარტყმების 95% მიდიოდა ერთსა და იმავე მისამართზე, ხამზატის სახეში, რაც ჩიმავის ნოკდაუნში ნამდვილად არ აგდებდა, თუმცა მის თაიმინგს, რიტმს და რეაქციის უნარს სრულად არ ღვევდა. მაგრამ შონმა ამ რაუნდში ერთი ტაქტიკური შეცდომა მაინც დაუშვა, რამაც ბრძოლაში ცოტა ინტრიგა დატოვა. ზედმეტად მხოლოდ ამ ჯებებით შემოიფარგლებოდა და წინ დიდად არ მიიწევდა. თუმცა ამას აქვს მიზეზები. ყოველ ჯერზე, როცა იგი ჯებს ისროდა, ხამზატი თავდაცვის მიზნით ორივე ხელს მაღლას წევდა, რითაც მთლიანად აშიშვლობდა მუცლისა და კორპუსის ზონას. სტრიკლენდს ცოტა მაინც რომ ემუშავა ტანში, შეიძლება ეს ბრძოლა 25 წუთი არ გაგრძელებულიყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ სიფრთხილეს მიზეზი ჰქონდა. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ამერიკელმა მხარი იმდენად დაიზიანა, რომ კულისებში მოთელვაც კი ვერ გააკეთა მხრის ამოვარდნიშით. ამიტომ ძლიერ მარჯვენას მაქსიმალურად არიდებდა თავს და უსაფრთხოდ მუშაობდა. მიუხედავად ამისა, რაუნდის ბოლოს ამერიკელი სასარგებლო დარტყმებში 43-29 დაფიქსირდა და რა თქმა უნდა, რომ ეს რაუნდი მსაჯებმა შონს მისცეს. მეოთხე რაუნდი. ეს არის წერტილი, სადაც ჩემპიონმა თავის საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა დგომში. 47 მნიშვნელოვანი დარტყმა 51%-იანი სიზუსტით. შეცვალა სტრატეგია, აამუშავა უმძიმესი ქიხები კორპუსსა და ფეხებში, ძიმე მარჯვენა დარტყმები და დაიწყო სტრიკლენდის უკან, გალიისკენ გაყვანა. შონს კუთხე მუდმივად უყვიროდა, რომ ამ ზონიდან გამოსულიყო, რადგან რა თქმა უნდა, რომ უდიდესი საფრთხე იყო იმის, რომ გალიასთან სტრიკლენდს მეტი შანსი ექნებოდა ფეხებში შესულიყო და ეს შესვლა წარმატებული ყოფილიყო. ამ რაუნდში ჩეჩენმა უბრალო, მაგრამ უმძიმესი ჯებით შონ სტრიკლენდს ცხვირი გაუტეხა. შონ სისხლი წასკდა და მისი სახე წამებში დასახიჩერდა. დიდი შანსია, რომ ნებისმიერი სხვა მებრძოლი ასეთი წნეხის და ასეთი დისკომფორტის ფონზე გამტყდარიყო და უკან დაეხია. მით უმეტეს, რომ რაუნდის ბოლოს ხამზატმა წერტილი დასვა, ფეხში შევიდა და ეს რაუნდი გაიფორმა. ამ მომენტში ანგარიში 2-2 იყო. თუმცა, აი რა არის სტრიკლენდის გეიმპლენის ყველაზე მაგარი ნაწილი. ჩემპიონს ისედაც ცოტა ენერგია ჰქონდა და ამ ცოტა ენერგიის უდიდესი ნაწილი ამ რაუნდში დახარჯა. ჩემი აზრით, გაანალიზა, რომ ეს მისი უკანასკნელი შანსი იყო. სტრიკლენდმა მას წინა რაუნდებში თუ არა, ახლა მაინც მენტალური ომი მოუგო. მეხუთე რაუნდი გახდა ამერიკელის ტაქტიკური ჭადრაკის სრული კულმინაცია. ჩეჩენი აშკარა სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. კი, მან 7 ტეიქდაუნის ცადა და 6 გამოუვიდა. ქაღალდზე ეს ციფრები დომინანტურად ჟღერს, მაგრამ რეალურად იყო გადარჩენის მცდელობა, რადგან პარტერში მან ვერანაირი ზიანი ვერ შექმნა. ვერ ზურგი აიღო ნორმალურად და ვერც საბმიშენის ცადა. და ხო, როცა ბრძოლა მორჩა, მისი ტეიქდაუნების საბოლოო სტატისტიკა 9-13-ზე იყო. როდესაც მსაჯებმა გამარჯვებულად შონი გამოაცხადეს, ეს არ ყოფილა მხოლოდ იღბალი. უпростоრად იღბალი საერთოდ არ ყოფილა. UFC-ს თანამედროვე წესებით ბრძოლა ფასდება მიყენებული რეალური ზიანით და არა პარტერში უმოქმედო ფიქტიური კონტროლის დროით. შონმა ხამზატს სახე დაუფლითა, მენტალურად აჯობა და აიძულებდა, რომ რაღაც მომენტში თავდაცვით პოზიციაში ყოფილიყო.
ჩემპიონი დაამარცხა არა უბრალოდ ცუდმა ბიოლოგიამ, არამედ სტრიკლენდმა, რომელმაც ეს ბიოლოგია სათავისოდ გამოიყენა და მას ქამარი წაართვა. ამ ბრძოლამ უამრავი კითხვა დატოვა და საბოლოოდ დაამსხვრია ხამზატ ჩიმაევის დაუმარცხებელი მისტიკური აურა. ბრძოლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანა ვაითის თქმით, ხამზატი ვეღარასდროს იბრძოლებს ამ წონაში და ოფიციალურად უნდა რომ მაღლა ავიდეს. ხო, რამდენიმე საათის მერე კი ჩიმაევმა და მისმა გუნდმა ისევ განაცხადეს, რომ არა, ამ წონაში ურჩევით და რევანშის აღება გვინდაო, მაგრამ მოდი განვიხილოთ რა მოხდება თუ ის ზევითავა. იქ დახვდებიან ნამდვილი გიგანტები. პროხასკა, მაგომედ ანკალაევი, ბლახოვიჩი. თუ ჩეჩენმა თავის სტილი არ შეცვალა და კვლავ მხოლოდ პირველი რაუნდის გიჟური აფეთქების იმედად დარჩება, იქ მისი კარიერა შეიძლება მთლად კარგად ვერ წავიდეს. ეს ჩემი აზრია. ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა, ეს იყო საშინელი ბრძოლა, სტრიკლენდს ესეთი ჩხუბით გამარჯვება არ ეკუთვნოდა, ეს რა იყო და ასე და ასე შემდეგ. ძირითადად ასეთ კომენტარებს წერდნენ ხამზატ ჩიმაევის ერთგული გულშემატკივრები, თუ ჩიმაევმა ბრძოლა მოუგო დუპლესის. აი ამ პერფორმანსით. მაშინ საერთოდ რაღაცე ვლაპარაკობთ. საქმე იმაშია, რომ ესეც უნდა გაიკეთებინა. როდესაც მებრძოლი ხარ, ხედავ რომ რაღაც მეთოდი, რომელიც შენგან თითქმის ნული ენერგიის დახარჯვას ითხოვს, ძალიან კარგად მუშაობს. შენი ოპონენტი ვერაფერს ვერ გიკეთებს. ბეჭებზე ბრტყლად არის გაგებული. ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გიწევს. და ყველანაირი კომფორტი გაქვს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა ძალიან წყნარად ნულოვანი ზიანი ჩაატარო. რა თქმა უნდა რომ მაგას გააკეთებ. ჩიმაევმა ზუსტად ისე მოიგო ის ბრძოლა, როგორც უნდა მოიგო. ასე რომ ამ რაღაც უცნაური მარშის დგომით და რაღაცა უცნაური ჯებით მოგებული ჩხუბი არ შეიძლება რომ დავაკნინოთ, უწოდოთ მოსაწყენი და ამ ადამიანზე ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა არ ეკუთვნოდა იმის ფონზე, რაც მანამდე მოხდა ამ დივიზიაში. გულისხმობ, რა თქმა უნდა, ისევ ბრძოლას, რომელიც აღარ ვახსენე. მოკლედ, ბოლოსკენ რო გავიდე, კიდევ ერთხელ ჩემ აზრს დავაფიქსირებ და ვიტყვი იმას, რომ ესეთი რაღაცების მომიზეზება, როგორიც არის მაგალითად წონის კლება, აშკარად რაღაც ჭირდა და იმიტომ ვერ იჩხუბა. იმაზე საერთოდ აღარაფერს აღარ ვამბობ. ბრძოლა გაყიდა და მაგიტო ააგო ეს ჩხუბი, თორემ 100 წელი სტრიკლენდი მაგას ვერ მოუგებდაო. გეხვეწებით ამ ვიდეოს კომენტარებშიც რამე მსგავსის დაწერას თუ აპირებთ. არ დაწეროთ, უბრალოდ დაფიქრდით. კადიროვის გარამ ხელა ფინანსურ რესურსს მიიღებდა, კიდევ ძალიან დიდ ხანს რომ ჩემპიონად დარჩენილიყო და რამდენს მიიღებდა უბრალოდ UFC-სგან ჰონორარის სახით. დაახლოებით მაინც დათვალეთ, მე ეს რიცხვები შეადარეთ ერთმანეთს და შეიძლება პასუხის ნახევარი იქ იპოვოთ. ეს არ არის ვალიდური მიზეზი წაგების შემდეგ, რომ თქვა, წონის კლების ბრალი იყო და ამიტომ ვერ ვიჩხუბეო. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ ეს ჩემი აზრით იმ ბრძოლაში რაც ვნახეთ, ბევრს მაინც და მაინც არაფერს არ ნიშნავდა. მოდი კომენტარებში განვიხილოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე, რა დაინახეთ, ვინ რა შეცდომა დაუშვა, ვის რა უნდა გაეკეთებინა, საერთოდ როგორი იყო თქვენს მიერ დანახული სურათი ეგ დაწერეთ. დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა რომ მიყურებთ, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ არხი, ეს ვიდეოც პარე მიელაიქეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. მე კი დაგაშვიდობით მომავალ ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო.